ჯერჯერობით გამოხმაურება არ მოჰყოლია ვენეციის კომისიის ვებგვერდზე ატვირთულ ინფორმაციას, რომ მარტის თვეში ჩვენ უკვე გვექნება საერთაშორისო ექსპერტიზა კანონზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო პარტიების აკრძალვის გეგმის მიხედვით. ოპოზიციაში კი არ ელოდებიან, რომ ქართული ოცნება გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. მით უფრო იმ ფონზე, როცა სახელმწიფო პარტიამ ეს კანონი რამდენიმე დღეში დაჩქარებული წესით მიიღო და ეს მათთვის ცალსახად ადასტურებაა იმისა, რომ სახელმწიფო პარტიას ეს პროცესი იმდანად აინტერესებდა, რომ არ ჰქონდა პირიქით ინტერესი, რომ ექსპერტული მოსაზრებები მოესმინა და შესაბამისად გაეთვალისწინებინა ის მისი დამტკიცების დროს. სწორედ ამ ტემპში მიიღო ქართულმა ოცნებამ კანონი, რომელიც ქვეყნის შიგნით ამ პროცესზე დამკვირვებლებისთვის არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რადგან ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს და აქედან გამომდინარე ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისია კრიტიკულ დასკვნას გამოაქვეყნებს, ან მოსთხოვს ქართულ ოცნებას კანონის შეცვლას და მასში შესწორებების შეტანას, ან პირდაპირ მოთხოვს მის გაუქმებას. თუმცა რამდენად გაითვალისწინებს კომისიის რეკომენდაციებს, ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებში ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრება, რომ მაინც არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ექსპერტების შეფასება, რადგან ეს განსაზღვრავს მათ შორის დამოკიდებულებას საერთაშორისო პარტნიორებისა ქართული ოცნების მისამართით, შესაძლოა ამან გაზარდოს წნეხი სახელმწიფო პარტიაზე და გახდეს კიდევ ერთი საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფო პარტიის პირველი პირები დასანქცირდნენ დასავლური სახელმწიფოების მხრიდან, რადგან ქართული ოცნება უკვე მერამდენედ უარს ამბობს გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნები. ვენეციის კომისია მიცემს ძალიან უარყოფით დასკვნას ამ საკანონმდებლო ინიციატივას, ისევე როგორც ყველა სხვა ავტოკრატიის გამყარებისკენ გადადგმულ სამართლებრივ ნაბიჯს, რომელიც გასული 18 თვის მანძილზე გადაიდგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის შემდეგი დავალება არის, რომ საქართველოს უკვე ფორმალურადაც დატოვოს ევროსაბჭოს შემადგენლობა და ამიტომ ქართული ოცნება არ ვფიქრობ, რომ ყურად იღებს ვენეციის კომისიის ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებას ამასთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ პარტიების აკრძალვის პროცესის შეფერხება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერ ზეწოლას ივანიშვილის რეჟიმზე, ისეთ ზეწოლას, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას იქონიებს ქართული ოცნების რეჟიმის ფინანსურ ინტერესებზე და არანაირი სხვა ზეწოლის მექანიზმებს ეს რეჟიმი არ ექვემდებარება. კომისიის რეკომენდაციების ცხადია ქართული ოცნება გაითვალისწინებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ისინი არასდროს არ ითვალისწინებენ საერთაშორისო პარტნიორების და სასამართლოების დასკვნებს და რეკომენდაციებს, იმიტომ რომ მათი ამოცანა არ არის საერთაშორისო წესრიგის თანამონაწილეები იყვნენ, დემოკრატია იყოს ქვეყანაში, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე აუცილებლად დააზიანებს ქართულ ოცნებას, როგორც ქვეყნის გარეთ და პოტენციურად სანქციების დაწესების პროცედურაში, ასევე ქვეყნის შიგნით. ივანიშვილის რეჟიმს არაერთხელ განუცხადებია უარი ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებაზე, როგორც მისაღებ, ასევე უკვე მიღებულ კანონზე. შესაბამისად, მასში, როდესაც პარტიების გაუქმება მათი პოლიტიკური ამოცანაა და რეჟიმის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა, მე არ ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნა, რომელიც ბუნებრივია დაგმობს აღნიშნულ კანონს, იქნება გათვალისწინებული ივანიშვილის პარლამენტის მიერ და ეს არის ის გზა, რომელიც უკვე აქამდე ჩვენ არაერთხელ ვნახეთ რეჟიმის შესანარჩუნებლად. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის თვითონ დამოკიდებულება საქართველოს მართველი რეჟიმის მიმართ, ეს არის უვიზო რეჟიმი, ასე ვთქვათ, შეჩერების ის მექანიზმი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო აქტიურად ამოქმედდეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი პროქსების, ძალადობის პროქსების კონკრეტული სანქციები, ფინანსური სანქციები და თქვათ მიმოსვლის შეზღუდვა. ამიტომ ზოგადად ჩვენ მაგალითად მადუროს მაგალითმა გვაჩვენა, რომ რაც უფრო იზოლირებულია დიქტატურა, ავტოკრატია და ქვეყანა, მით უფრო ტრაგიკულად მთავრდება ავტოკრატების ბედი. ეს კანონპროექტი პარტიების აკრძალვის შესახებ ქართულმა ოცნებამ რამდენიმე დღეში სამი მოსმენით მიიღო წინააღმდეგობის გარეშე ბუნებრივია პარლამენტში, ეს იყო ოქტომბერში და სწორედ ამ კანონის საფუძველზე შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს პოლიტიკური პარტიებისა თითქმის ყველა პარტიის ოპოზიციურ ველზე და შესაბამისად ახლა პროცესი გადანაცვლებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ჯერ მოსამართლეთა კოლეგიას ამ
ამ სარჩელზე მუშაობა არ დაუწყეთ, თუმცა ივლისის ბოლომდე ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალურად რა არის საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი პოლიტიკური პარტიების შესახებ. პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი ბუნებრივია ისედაც არსებობს, თუმცა ცვლილებები, რომელიც შეიტანა ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციონალისტების შეფასებით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ის ასევე შესაძლებლობას იძლევა, რომ ნებისმიერი პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირი იყოს შეზღუდული პოლიტიკურ საქმიანობაში და აქ საკმაოდ ზოგადია ეს ცნება, რაც დიდ შესაძლებლობას და ფართო შესაძლებლობას აძლევს ერთის მხრივ ქართულ ოცნებას და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს. კიდევ ბევრი სხვა პრობლემური ჩანაწერია ამ კანონში, რომელსაც შეაფასებს ახლა ვენეციის კომისია და როგორც კომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, მარტში უკვე საერთაშორისო ექსპერტების შეფასება გვეცოდინება.